ყველას მოგესალმებით. დღეს როგორც უკვე ხედავთ, მიღებთ ტესტ დრაივის მესამე ეპიზოდს უკვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოეწონა ეს თამაში. და მოდით ახლა როგორც ხედავთ, მაქვს გახსნილი მაპი. ავირჩევ რომელიმე სახლს, შევალ, გაჩვენებ ჩემს გარაჟს, თუ უკვე ნანახი არ მაქვს და აუცილებლად ავიღებ სხვა მანქანას და დავტესტავთ იმ მანქანასაც. მოდით რომელი სახლი ვნახოთ, აქ მყავს 8 მანქანა. Nissan, Ferrari. ეს არის მანქანების ჩამონათვალი, რომელიც გარაჟში მყავს უკვე. მოდით გადავტელეპორტდეთ პირდაპირ. იმიტომ რომ Subaru-ი ვარ ეხლა და Subaru უკვე დატესტილი მყავს ეგრე ვთქვათ წინა ვიდეოში. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ წინა ეპიზოდები. მოდით ახლა შევიდეთ გარაჟში. აბა. ეს მაუსი მართება აი ძალიან რთულად და უბრალოდ არ შეიმჩნიოთ. ახლა გადავართ გარაჟში. ესეც ჩემი გარაჟი. მოდით ახლა რამე კაი მანქანა მოვძებნოთ. დღეს გადავწყვიტე მეთამაშა მუსიკის გარეშე. რომ მოკლედ გავიგოთ თუ რა ხმა აქვს ჩვენს მანქანას. რამე მანქანები დავტესტოთ. აი ამის სალონი მაგალითად არ მომწონს და ბევრი მანქანის სალონი რომლითაც არ მომწონს, უბრალოდ არ ვჭდები რულზე და არ ვატარებ. ეს აუდი მე მგონი დატესტილი არა მაქვს. ნახოთ როგორი სალონი აქვს. აი ამას ეხა პროსტად ძალიან მშვენიერი სალონი აქვს, ძალიან მაგარითან. და მოდით ნახოთ, აბა ეხა კარებიც ეხება, ნუ ყველას ეხება. ძალიან მაგარია მოკლედ. მოდით გავიდეთ ამ მანქანით. როგორც იცით, თამაშობ რულით, მოკლედ დღეს ვიყიდე ახალი სკამი კომპიუტერის. და მოკლედ უფრო კომფორტული გახდა ჩემთვის რულით თამაში და რავი, იმედია ნაკლები ავარიით შემოვიფარგლებით დღეისთვის. და რავი, იმედია მანქანის ხმა გესმით, მართალია ძალიან მაღალზე არ არის. ესე კაპოტიდან მოდით დღეს არ გავატარებ, დღეს უფრო გავატარებ აი ესე სალონიდან. ძალიან მშვენიერ ვიწია. და მოდით წავიდეთ და შევღებოთ, თან გაჩვენებთ როგორ შეიძლება შევღებოთ მანქანა და როგორ შეიძლება საერთოდ დავატუნინგოთ ჩვენს გემოვნებაზე მანქანა. ეხლა უცებ მე ხმას დავარეგულირებ თამაშის, რომ გესმოდეთ თქვენს კარგად და შემოგიერთდებით სულ მალე. ესე მოკლედ მანქანის ხმასაც მოვუმატებ, ან კომპიუტერიდან მოვუმატებ ეხლა თამაშის ხმას. და მოდით ვნახოთ ეხლა მანქანა სად შეიძლება რომ შევღებოთ. შევდივართ აქ მანქანისთვის ყველაფერი, ანუ ეს არის ნაკლეკები, ანუ შეგვიძლია დავაკრათ რაღაც ნაკლეკები მანქანას. აქ შეგვიძლია გავაძლიეროთ, მაგრამ ბოლომდე მყავს მე მგონი გაძლიერებული თუ არ ვწდები. ეს არის ეგრეთ წოდებული მოიკა, ანუ სამრეცხაო. სად შეიძლება რომ არა ესეც ნაკლეკებია. ხა ნახოთ სად შეიძლება რომ შევღებოთ. აქაც აი ნაკლეკებში მე მგონი უნდა შეიღებოს მანქანა. თუ სწორედ მახსოვს, მოდით ახლა მივიდეთ. ახლა ვეღარ ვახლოვებ მოკლედ. აი აქ. უახლოესი ეს არის მოკლედ. მონიშნოთ GPS-ით. გადატელეპორტება ნახდათ არ გვინდა. ხო, დავტესტოთ თან გვინდა მანქანა და მოკლედ გავიდეთ უკან. დამავწყდა. სულ რაღაც თითქმის 8 კილომეტრია გასავლელი. არაფერი არ არის 8 კილომეტრი, თუ კარგად ვივლით და ჩავადგავთ მოკლედ. და სანამ მივართ უბრალოდ გაგესაუბრებით, ვინც არ იცის მქონდა სტრიმი და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ვინც შემოვიდა სტრიმზე და ვინც აქტიურობდა მოკლედ. ის რატო დგას ავარიულებზე? არერა. ხო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ვინც შემოხვედით სტრიმზე წინა ვიდეოშიც. მადლობა მოგიხადეთ და კიდევ გადაგიხდით ამ ვიდეოშიც. და მოკლედ ძალიან ბევრი მეკითხებოდა ტესტ დრაივში, ანუ მეკითხებოდა და მეუბნებოდა, მოკლედ
ჩააგდეო ტესტ დრაივში მოდებიო, მე გითხარით რომ ვისწავლო, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ უნდა ჩავაგდოთ, მაგრამ აღმოჩნდა ის რომ ჩემ თამაშს აკლია რამოდენიმე ფაილი. ზუსტად ის ფაილები აკლია, სადაც უნდა ჩამეგდო მოდები, ასე რომ ცადე ჩავაგდე, მაგრამ აი არ ქნა მაინც ის მანქანები არ აყენია. ასე რომ მე არ მაქვს ის ფაილები. ამიტომ ვერ ჩავაგდებ მოდებს სამწუხაროდ და თავიდანაც უბრალოდ სხვა საიტიდან ვერ გადმოვწერ, იმიტომ რომ გავლილი მაქვს ეს ყველაფერი. და რავი, მოკლედ მოდების გარეშე მოგვიწევს თამაში და ახლო მომავალში არ ვიცი რამდენად, მაგრამ თუ ძალიან ბევრმა მოითხოვა, მე შეიძლება თავიდან დავაყენო და მოკლედ ვეძებო რა სხვა საიტებისაც შეიძლება იყოს. მოდით ხა ცოტა სწრაფად წავიდეთ. იმედია ჩემი ხმა კარგად გესმით, ცოტა შორსა ვარ ეხა მიკროფონიდან. ცოტა შორს მიგებს მართალია, მაგრამ წესით კარგად უნდა იწერდეს ხმას. მოკლედ დარჩა 5 კილომეტრი. და ამასობაში სანამ მივალ უბრალოდ დააპატარავეთ თუ დიდ ეკრანზე გაქვთ ჩემი ვიდეო და უბრალოდ დაალაიქეთ იგი. და რავი, ვინც ალაიქებს და არ ეზარება, ყველას დიდი მადლობა ასევე რა. ვაიმე, სტოპ გავაკეთე. ჩვენი აუდი, ჩვენი ახალი გამოყვანილი გარაჟიდან. არა, უშავს. კომენტარები ხა. მაინც მომიწევს აკეთება. ეს რა არის, რაღაც ფოტოს გადაღება, ჩემთვის მიუწვდომელია. მიუხედავად იმისა, რომ მაგ თამაში ბოლომდე დახურული 100%-ზე არის ისეთი რაღაცები, რაც ჩემთვის მიუწვდომელია. ზოგი რამე არის, რაც ონლაინშია და მიუწვდომელია თავისთავად, იმიტომ რომ ონლაინი არ მაქვს. მოკლედ ძალიან ბევრი მეკითხება, როგორ უნდა ვთამაშო ონლაინში. უნდა გქონდეთ აუცილებლად ონლაინ ვერსია და ვაიმე. ვეღარ დავატორმზე, მოკლედ ძალიან გავერთე საუბარში და იმედია მაპატიებთ. მანქანა არ მოდის, საკეში ნახე. ხა აქეთ გავიდეთ. ხო, და როგორ უნდა ითამაშოთ ონლაინში, მოკლედ უნდა გქონდეთ ონლაინ ვერსია აუცილებლად. და უნდა გქონდეთ, გქონდეთ არა, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ ატარის ოფიციალურ საიტზე, ეს არის atari.com. და რა ვიცი, მოკლედ იქ თუ დარეგისტრირდებით, შემდეგ შეძლებთ უკვე შეხვდეთ ონლაინში და ითამაშოთ. მე მაგალითად ვერ გავარკვიე, როგორ უნდა საერთოდ ან დავრეგისტრირებულიყავი, ან მეთამაშა ონლაინში, დავრეგისტრირდი რაღაც, მაგრამ მაინც რატომაც არ ქნა. ვაიმე. არა უშავს უბრალოდ არ მიმჩნევთ. და მოკლედ ამიტომ ვერ თამაშობ ონლაინში და იმედია ესეთი let's play-ები ეგრეთ წოდებული მოგეწონებათ. ეხა თვითონ გადმოვიდა, ჩემი ბრალი არ იყო. დადი, კიდე გაჭახებ ეხა. მე მაინც შესახებად მივდივარ მანქანის და თვითონ გაკეთდება, როცა შევღება მანქანის. ახლა პაპერი სათუქია. სულ რაღაც 900 მეტრი დარჩა. და რა ვიცი, ძალიან ბევრს მოეწონა ეს თამაში და უფრო ხშირად გადავიღებ ხოლმე და არ მინდა მარტო იდეა იყოს, კიდე ერთხელ ვიძახი ჩემს სახზე, ასე რომ გადავიღებ სხვადასხვა თამაშებს, როგორც იცით, დავდე ასევე მისტერ პრეზიდენტი. და ვინც ჩემს სახზე არის პირველად, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. და ასევე დააჭირეთ ზარს, რომელიც არის subscribe-ის გვერდზე. რათა სტრიმებს რო გავუშვებ და ვიდეოებს დავდებ, მოგივიდეთ. ხშირად რანდომ ორგის საშუალებით ვაკეთებ ესეთ რამეს, რომ სტრიმებზე დაწერენ რიცხვს და უბრალოდ შეიძლება გავესაუბრო მას Skype-ში, ეგრეთ ვთქვათ, თუ რა თქმა უნდა გავუმართლა. მაგრამ ერთ ადამიანს არა, ვაკეთებ ამას რამოდენიმე სიტყვაზე, რამოდენიმე ადამიანთან. ასე რომ ყველას აგავს შანსი ჩემთან Skype-ში მოხვედრის, ასე რომ მოდით ახლა შევღებოთ, სპოილერიც გქონია ჩვენ მანქანას. რა ფერში შევღებოთ ჩვენი აუდი? ლურჯიც, არა, ის შავია. რაღაცა უფრო ღია ფერი მინდა, ეს თეთრი არ მინდა. წითელი.
და წითელიც რაღაც აი მოდით აბა მეორე ფერი ვცადოთ. ეს მე მგონი ძალიან ლურჯია. უფრო შავში რო გადადიოდეს ეგეთი და აი მოდით ესეთი გავაკეთოთ. შავი ლურჯში მშვენიერი რაღაც კამელეონის პონჩიც გამოდის მე მგონი. მოდით კიდევ შევალ აქ. და აქ შეგიძლიათ ასევე აიჩიოთ მეტალიკი ესეთი რაღაც ფერი. მატი შეგიძლიათ აიჩიოთ. სხვათა შორის მატიც ძალიან მომწონს. Subaru-ზე დავაყენე რაღაცა. ვაიმე. აი ესეთი ფერი ძალიან მოხდა სხვათა შორის. მოდით მეორე ფერს დავაყენებ ხარ ამე აი არა აი ისევ ესეთი მუქი მეორე ჯობია. მოდით აი ეს დავტოვებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომეწონა და ისაც მოგეწონათ უბრალოდ დასვით ლაიკი, იმიტომ რომ მართლა ძალიან მოხდა. პულის პრობლემა არანაირად არ მაქვს. რა ვიყიდოთ? შვენიერია. ძალიან მაგარი გამოვიდა მართლა. რა მომეწონა? აი ესეთი მშვენიერი მანქანა ყავს დღეს. აი ესეთი სალონი როცა აქვს მანქანას ძალიან მომწონს მოკლედ. ლამაზი სალონი რაღაც მანქანის ტარებაც უფრო სასიამოვნო არის, ჩემთვის მაგალითად ასეა და შევთვის არ ვიცი. და მოდით ახლა ნახოთ რამდენი შეძლებ ამგზაზე რომ მაქსიმალური სიკარე რამდენი აქვს ნახოთ. თუ რა თქმა უნდა შევძელით და შევასწრით რამეს, ან რავი მოსახვევი არ იყო. მოსახვევია და ჯობია ცოტა კაცო. ჯერმიდი ვარ 220-ით, გზას ვიყურებ მოკლედ. არა არ გამოვიდე 250 მოდით აქტივი შევანე. კიდე კარგად შემოვედი. მოკლედ სწრაფი მანქანა არის, მე ხა მაქსიმალური სიჩქარე არ გამისინჯია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ 300-მდე ძალიან თავისუფლად აკრეფავს, იმიტომ რომ 250-ით მივდიოდი და კიდე შეეძლო ამ მანქანას მეტი. ასე რომ დაწერეთ თქვენი ანუ ეგრეთ ვთქვათ აზრი გამოხატეთ კომენტარებში თუ რამდენს დაადებდა ეს მანქანა. მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. და ვინც ასევე ბოლომდე უყურებს ჩემ ვიდეოებს, ყველას მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რა. ძალიან მიხარია ვისაც ბოლომდე უყურებს და ასევე ძალიან დიდი მადლობა ჯეომარი TV-ს, არ ვიცი ხა უყურებს ამ ვიდეოს ამ მომენტამდე თუ არა. არა ძალიან დიდი მადლობას მოუხდი მას, იმიტომ რომ სტრიმზეც ძალიან აქტიურობდა, კომენტარებშიც აქტიურობს, რა მაძლევს ხოლმე რჩევებს. და სტრიმზეც თუ რამე შეცდომა იყო მეუბნებოდა და მე იმას ვასწორებდი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მას. ასეთი ყურადღებისთვის. ყველა აი ძალიან მიხარია ასეთ ყურადღებას რომ გამოხატავთ ჩემდამი, მაგრამ Skype-ში ზოგი ისეთ რამეს წერს, რომ უბრალოდ არ ვიცი. ძალიან უაზრობა რაღაცეებისგან Skype-ში შეიკავეთ უბრალოდ თავი, იმიტომ რომ რაღაც ლაგებისავით იყო, მაგრამ მგონი გამოსწორდა. უბრალოდ შეიკავეთ უაზრო კომენტარებისგან თავი, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ გავცემ პასუხს და თუ გავეცი პასუხი გავცემ ცოტა სხვანაირად, ან კიდე უბრალოდ რამოდენიმეჯერ თუ მომწერთ ძალიან უაზრო კომენტარს, ან რაიმე ისეზე რასაც უკვე პასუხი გაგეცით, მაშინ უბრალოდ დაიბლოკებით, იმიტომ რომ ერთი ადამიანი უკვე დაიბლოკა. ასე რომ არ გიჩვენებთ თქვენს რომ დაიბლოკოთ. მოდით ახლა აქ შევიდეთ, თან გაჩვენებთ მანქანა როგორც ღიერთდება და რამე. მოკლედ დღეს ეგრე ვთქვათ აუდის დღე არის მოკლედ. რა ვიცი, ნახოთ. აქ მანქანები ტუნინგდება, ანუ ტუნინგდება რა. არა. მოკლედ შემეშალა. ისევ აქ მოვედი რატომღაც. ისევ აქ რა, ანუ აქაც ის არის რა, ნაკლეკები და ასე შემდეგ. ნაკლეკებს ვერ დავაპრობ, იმიტომ რომ ძალიან უაზრობაა ფაქტიურად არის მარტო ისინი რაღაცა ისრები და უაზრობები და ცოტა ძნელიც არის მათი ლამაზად დასმა. ასე რომ უბრალოდ არ ვაკრავ და მჯობია ლამაზი იყოს ეს
ესე უფრო ლამაზია მოკლედ. და მყავს რამოდენიმე ჯიპი, იმათ კაი ტუნინგი აქვს, მომეწონა სხვათა შორის და მოდით ახლა უბრალოდ მოვძებნოთ სად არის, რომელი მასშია ეს ჯიპი, აი გადავაყენოთ ლამაზად ესი მანქანა. ელეგანტურად და დავაჭიროთ M100-ს, ვინც არის ეს არის მაპი. მივუთითოთ აქ ყველაფერი პერსონაჟისთვის და ნახოთ სად რა მანქანები ყავს. ის რომელი Mercedes-ია ნახოთ. ესელი. მშვენიერია ეს არის Ferrari, Ford Mustang-ი. არა, მოდი აქ არ მინდა ჯერჯერობით. არაფერი. აქ მეორე სახლია კიდე. ის ნახოთ. CLK მყავს, Audi. აი აქ ხავ გადავტელეპორტდები, უცებ, მოკლედ აქ მყავს მე მგონი ჯიპები, როგორც უკვე და ვიცი და თუ სწორედ მახსოვს. ესეთი ჩანჩქერი ჩამოედინება ჩემს სახლში. ძალიან ლამაზი სხვათა შორის. მოდით ახლა შევიდეთ. ოკეი, ორივე ჯიპი აქ ადგას ამ გარაჟში. Audi უკვე ყავდა წეღან. და რა მე მგონი Audi აღარ მინდა, მაგრამ სალონი აქ აი მშვენიერი უბრალოდ, მე მაგალითად ძალიან მომეწონა. ახლა გავახოთ კარები. ანუ კლავიატურა მიდევს ცოტა ისე ქვევით, ანუ ქვევით რა ცოტა ისე მიდევს, რა თავის დახრა მიდევს, იმიტომ რომ რული მიდევს და ასე თუ ისე დიდად ვერ ვხედავ. ნახოთ აბა. ესეთი ტუნინგი აქვს ჩვენს მანქანას. ეს არის ჩვენი Volkswagen Touareg-ია, როგორც ვიცი. კი არ შევცდა არ და მოდით ნახოთ ეს მანქანაც. ჩვენი იასავნისფერი მანქანა. ამასაც Alfa-ს მშვენიერი სალონი აქვს. მოდით ავიღოთ ეს Touareg-ი. ავიღოთ ეს მანქანა და დავტესტოთ როგორია off-road-ში, იმიტომ რომ off-road გზები გვაქვს ამ თამაში, სხვათა შორის ძალიან ლამაზი და ისეთი კაი გზებია. და მოდით ისე სალონის ფერის შეცვლა არ მაწყენდა. მაგრამ რავი, დიდად არც ჩანს ახლა ჩემთვის მაგალითად ესე რომ ვარ უგზე და ასე რომ დავტოვებ ჯერჯერობით იყოს. ახლა მთავარია მოვძებნოთ სად არის off-road ტრასა, გზა, რა ვიცი. სად მოვძებნო ნახდათ არ ვიცი. უბრალოდ გავალე ხან გზაზე და არ მოდის. რა მოდის არ დავინახია კარგად. Oh my god. Sweet tunes come. მოკეთე. შემთხვევით რადიო ჩავთე F1-ის მაგრად ერთიანს დავაჭირე. F1-ი შეგიძლიათ ეს გაიხედოთ, მაგრამ იხედება რა ძალიან ცუდად. ასე რომ არ მინდა. ეს მანქანა მეც ყავს, მაგრამ სადაც ძალიან სხვანაირად აყავს საწყობილი და GT-ერი, როგორც ასეთი ძალიან, ანუ ჩემთვის ძალიან მაგარი მანქანაა GT-ერი, მაგრამ მოწოს და მაგრამ მიყვარს ეს მანქანა. მოკლედ GT-ერიც მყავს, მე მგონი ერთ ვიდეოში უკვე დავტესტე, იყო პირველი ეპიზოდი თუ არ ვცდები და გადავხედავ თუ არ დამიტესტია GT-ერსაც აუცილებლად დავტესტავ. მაგრამ ნაყიდი რომ აქ და რო ვატარებდი უკვე მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს ვიდეოში ვატარებდი თუ არა. ასე რომ გადავხედავ აუცილებლად. ოპა, თავარი არ შევასკდეთ. მოდით ახლა აქეთ გავალ, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ისეთი გზა არის აქეთ ცენტრალური ტრასა მაინც არ მინდა მაინც და იმედია გადასახვევი იქნება სადმე. თუ არა და გადავუხო ახლა გზიდან და აქვეობილი. რეცენზიები პრობლემაა. ეს გზა კიდე იგივე ისეთივე გზაზე შედის, მოკლედ სუთხოვილა წამოვედი რა. მოვყევით პატარა საცუში საათი რა არის. ჯიპის ყალობაზე მე მგონი მაგრად არის ეს მანქანა. მე მგონი ანუ რაც აქ როგორც აქ დადის მანქანები, ისე დადის სინამდვილეშიც, ანუ რა მაქსიმალური სისწრაფე აქვს. შეიძლება აქ ცოტა მეტი კონდეს, მაგრამ აიც დატუნინგებული უნდა მყავდეს ბოლომდე, თუ არ ვცდები. იმიტომ რომ ყველა მანქანას როგორც კი ვყიდულობ ვატუნინგებ ბოლომდე. ხავს
უბრალოდ გავასწროთ ისე და უბრალოდ დავამტკიცოთ. ჩვენთვის შეიძლება ცოტა რომ გადავიდეთ, იმიტომ რომ ყავს ჯიპი. არანაირი პრობლემას ის ჩვენთვის არ წარმოადგენს. მოდი ცოტა ხანი ვატავთ ესეთი ხედვით. და არ მოდით ისე სალონიდან ჯობია, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება სალონიდან აწენ საყვაი მომწონდა კამერა რო შევცვალე უცებ დავინახე. სრული კატასტროფა ეს ყველა გზა შედის ჩადის მოკლედ ერთ გზაზე რა. აი მოდით გადავხედავ ახლა მაპს. აქედან რამდენად გადავხედავ ესე არ ვიცი. სად შეიძლება იყოს ახლა off-road ტრასა. აი ვერ მოხვდები ვერანაირად. მოდით GPS დავაყენოთ აქ. შემოტრიალება მომიწევს და უკან წამოსვლა. ასე გვირჩიეთ GPS-მა. მოდით ესე გავიდეთ ახლა და 10 კილომეტრი გავიაროთ არაუშავს და დავტესტოთ ეს მანქანა off-road-ში. იმედია იქნება მანდ off-road-ია. თუ არ იქნება ვიწრომიანებს ადგილებზე. აი ესეთი ლამაზი ხედია ჩვენგან მარჯვნივ. სხვა და რამე. ძალიან მაგარია მოკლედ. ვიმყოფებით მაიამიში. სადაც ცხელა ძალიან. და მოდით ფანჯარის გაღება იყო სხვათა შორის ფანჯრის გაღება. სწორად, მაგრამ წიაზე გავაღე, მაგრამ როგორ გავაღე, არ მახსოვს ხალხო. არა ეს რადიო. ეს რადიოა. არა. მოკლედ ყველა კნოპკას ვაჭერე ხარო. არა, მოკლედ არ ვიცი და მე გავიგებ და აუცილებლად ჩავუწევ ფანჯრას ხა დიდი არაფერია. არა, აიც. შორის ძალიან კარგად არის ჯიპი. ვაიმე. თეთრიდან გადავედი, მაგრამ არა უშავს. 1.2 კილომეტრი. ამიტომაც 215-ით. იმედია პედლების მარკის მით უცებ ვაჭერ ხოლმე, იმიტომ რომ მიწევს ხოლმე უცებ დატორმუზება. მოკლედ ძალიან მაგარი თამაშია რა ისაც ინდაჩებია ჩაიწეროთ და ითამაშოთ არ სჭირდება ძლიერი კომპიუტერი ბევრი მეკითხება რომ 32 ბიტზე შევძლებ აქ სახლია ჩემი 32 ბიტზე შევძლებ თუ არა თამაშს კი შევძლებ 32 ბიტზე ეს იმას ნიშნავს რომ 2 გიგაბაიტიანი კომპიუტერი გაქვს და რავი საშუალო გრაფიკებზე ითამაშებ ჩვეულებრივად თუ გადაღება არ გინდა რა თქმა უნდა თუ გადაღება უნდა ვიღაცას FPS-ი ექნება ცოტა დაბალი არა რავი გაჩნია ხალ ის რა პროცესორი უყენია და რავი ასე შემდეგ რა და 2 გიგაბაიტიან კომპიუტერზე ყველას გაგიქაჩავთ ზევითაც რა თქმა უნდა 4 8 და ასე შემდეგ ყველას გაგიქაჩავთ ის იარაღი არის მოკლედ ხადამ ჩამოსობაში 5-7 კილომეტრი და გადმოვედით რაღაც ქალაქს გავწვდით რა როგორც ვთქვი ეს ვითომ და მოთამაშე უკვე იმიტომ რომ მოთამაშები ასენელა არ ვილიდნენ იმიტომ რომ ეს გარებით სწრაფად დავდივარ GPS სამანქანი თვითონ დამატა ვაიმე აი GPS უყურებ და თან გადავდივარ ხოლმე ასე რომ არ შეიჩინა ვატარებ ცალი ხელით ხარ როგორც ყოველთვის აბა აი თქვენ შევხვდით აი კი off-road ტრასა, ახლა თლად off-road ტრასაც არ არის, ქვები არ ყრია და არ უნდა აუწდე და ორმოები არ არის, როგორც ვთქვი, მაგრამ აქ ხა უფრო ისეთი მანქანაა, სხვათა შორის აქ აი ესეთ გზებიც რო დადიხარ, მანქანა ისვრება, ანუ ჭყიანდება გარედან და მოდით ახლა შევხედოთ როგორია გარედან. სუფთა ლამაზი რაღაცა. და ნახოთ როგორ გაჭოჭყიანდება. როგორ გავატარებთ იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ ახლა გიჟით გავატარებთ და რაღაცა რა თქმა უნდა გაჭოჭყიანდება უფრო მანქანა და თუ ნელა და მშვიდად გავატარებთ შედარებით ნაკლებად ეს ხო გიგურია უკვე ვებოდა მაგას
რავი, ფიზიკაც მოკლედ ძალიან მაგარი აქ ამ თამაშს. იმედია მანქანისმა კარგად ისმის, იმიტომ რომ აუცილებლად მაინც ძაღალი. რა მინდა რომ მანქანისმაც კარგად ისმოდეს, იმიტომ არ მაქვს ხა მუსიკა ჩართული და ისე არ თამაშობ. ისე რომ სად არის მოსახვევი? არის მომდონი. აუ, აქ ყოფილა. მოკლედ ისე არის GPS-ი გაკეთებული, რომ ჩანს რომ ახლოს ავარ მოსახვევთან არა და რამდენი მეტრი 100 მეტრი წინაა გასავლელი. მოდით უბრალოდ აქ გზა რო გადავაჭრათ, რა მოხდება. ნახოთ. ძალიან მშვენივრად დადის სხვათა შორის ეს მანქანა. მაგრამ მომეწონა. ანუ აი ამორტიზატორებიც არა აქვს თუ ეგრეთ ხა თამაშია კი რა უნდა ქონდეს, მაგრამ თამაშიც არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული რა თქმა უნდა და აქ დავდეთ აი რაღაც ესე არა მოდით მაინც ვცადოთ ახლა კიდე ერთხელ ასვლა აი როგორც ხედავთ რა აი ნახეთ რამ ხელაზე დაისვა რა მანქანა ნახეთ აი ძალიან მაგარია აი მართლა ოღონდ და მოდით ვცადოთ აქ ასვლა დავიწყოთ ფუქსით მიდი არა შანსი არა გვაქვს უბრალოდ აქ ასვლის ძალიან მუქსავს და არა ჩვენ დამუქსავებით ეთყობა სუპერდულად მიდის მანქანა აქეთ გავიდეთ ჯობია ესე ესე ავიდეთ იმიტომ რომ მანქანა გვაძლევს ამის საშუალებას და მოდით აი თავით ხავა მე მგონი ძალიან ვაწვალეთ ამ მანქანას ოფროუდში მაგრამ რა ვქნით საჭირო ხოლმე ესეთ სეფსიაული ჯიპი ამისთვის არის რა ჯერ კარგად მიდის მაგრამ აი ბოლოში რას ვიზავთ არ ვიცი მოიჭიდა შენიერია მაგრამ აბა ხუჭი წარშოვის უკვე ჯიპად კაი მანქანაა მაგრამ აქ ხა შეიძლება ბევრი ვერავითის მართლა მაინც თამაშია ასე რომ წავიდეთ უკან გახედვა ეს კლოკა ეს უბრალოდ დავუშვათ და სადმე აი კითხი რო ავიდეთ შეიძლება ვაიმე ხე ვაიმე transfer მიოჯებს ხეს აი აქეთ უნდა ავიდეთ წესით ვერა აი არა უშავს ხა ვაიმე რა კნოპკას ვაკეთებ ზე ეს აუბორდით ცოტა მაინც მოვჭერით მაგრამ აქ უკვე ვეღარ შევძელით რომ მართლა ძალიან ისეთი უფლებია და ფიზიკაც როგორც ასე თუ ისე კარგი ფიზიკა აქვს ნორმალური და მან ვერავდით ეს მაგალითად მე ძალიან მომწონს იმიტომ რომ შესაძლებელია კაი ფიზიკა აქვს იმას ნიშნავს და რა ვიცი მოკლედ დღეისთვის მე მგონი სულ ეს იყო დავტესტეთ ეს ჯიპიც მოკლედ როგორია ოფროუდში ახლა უკვე მეტი გარაჟი იცით თუ რა მანქანები მყავს ჩემ გარაჟში და უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში რა მანქანებია გადავიდეთ შემდეგში ანუ რამ ყველა მანქანას დავტესტავ რა ოღონდ ნელ-ნელა რა თქმა უნდა თითო ეპიზოდში შევეცდები დავტესტო ორი მანქანა და გიხსნათ რა როგორ არის და თუ შემდეგში სიტყვაზე რა ყველაფერი კარგად წავიდა ყველა მანქანა გავიარეთ სიტყვაზე და რაღაცა ოპა GTR-ს ხა ამ გზაზე რა უნდა რატო უნდა ატარო ეს ანგრეულ გზაზე GTR ეს ლამაზი მანქანა მოკლედ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო უბრალოდ დაალაიქეთ იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ლაიქია მით უფრო მალე იდება ვიდეო და ლაიქი ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ ასევე ვინც ახალია ჩემს არხზე გამოიწერეთ არ გამოტოვოთ ძალიან ასეთი სახალისო ვიდეოები და თუ პირველი ნახავს ჩემ ვიდეოს ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ დაალაიქოთ და დაწერონ კომენტარებში რომ მე ვიყავიო პირველი და მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო დაალაიქეთ ვიდეოს რა თქმა უნდა მოგეწონათ გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და ამასობაში მოვეცეთ ვაიმე პატარა აპრეტის რაღაცა
ესეც ჩვენ დანიშნულებს ადგილი, სადაც მოვნიშნეთ. აქაც მოვედით. და მოკლედ აი ეს გადავაყენებ ხა ელეგანტურად მანქანას. აი ესეთი დასრულია ჩვენი მანქანა. მოდით შევხედოთ. აი უფრო დაისვარა ის რაც მთებზე ვიც რომ მიალეთ. 4-დან 4-ია როგორც მიხდები, იმიტომ რომ წინაც ფუქსავდა და უკანაც. ასე რომ მოკლედ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, დაკომენტარეთ და რა ვიცი, დღეისთვის სულ ეს იყო და ნახვამდის.